როგორ ავედით პირველ 10,000 გამომწერზე ერთ თვეში და როგორ შეგიძლია ეს შენც? ეს სტრატეგია აღმოვაჩინეთ 3 წლის წინ, რასაც დღეს გაგიზიარებ და რა თქმა უნდა, ჩემს აი ამ ახალ გვერდზეც გამოვიყენებ. ეს არის ბრენდი ნულიდან დღე მე-4, ამ ეტაპზე 5327 გამომწერი. დრო გაგიზიარო მთავარი საიდუმლო, რატო იზრდება ზოგის გვერდი ძალიან სწრაფად, შენი კი ერთ და იგივე ციფრზე ბუქსაობს. გაფრთხილებ შეიძლება ძალიან მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ დარჩი ჩემთან. შენი ბიზნეს გვერდი არის შენზე, მაგრამ არ არის შენთვის. ფილოსოფია. უხისტესი გულწრფელობით გადახედა შენს ყველა პოსტს. რა არის მათი სათქმელი? მოდი გამოვიცნობ. ბიზნეს გვერდებისთვის ეს არის აი მე რა მინდა მოგყიდო, აი მე რა შეთავაზება მაქვს, აი როგორი პროდუქტი მაქვს, იყიდა. კრეატორებისთვის ეს არის ნახე მე რა ლამაზი ვარ, ნახე რა მაგარ ტანზე ვარ, ნახე როგორ ვარჯიშობ, ნახე სად ვარ, ნახე რა მაქვს, მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო, დაახლოებით ეგ არის სათქმელი. ანუ სულ მე. ახლა წარმოედგინე რომ უცნობი მაყურებელი ხარ, არა შენი მეგობარი. შენც არ დარჩებოდი მის ადგილას, ხო ეგრეა? შენი ყველა მაყურებელი სვავს ერთ კითხვას. აი ამ ყველაფრიდან ამით მე რა? თუ ამაზე პასუხი არ გაქვს, არაფერი გაგიკვირდეს. სანამ მაყურებლისგან ერთ რამეს ითხოვ, მინიმუმ 5 რაღაცა სარგებელი უნდა გასცე. სარგებელი ადრე მეც მხოლოდ რაიმეს სასარგებლო სწავლება მეგონა, მაგრამ სინამდვილეში 5 ტიპის სარგებელი არსებობს და ბოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველი, ასწავლო რამე სასარგებლო, მეორე, მისცე მოტივაცია ან ინსპირაცია, მესამე, გააცინო, მეოთხე, დააფიქრო რამეზე და აზროვნება შეუცვალო და მეხუთე, თავის დროზე ტვინი გამისკდა. შეიძლება უბრალოდ კითხვა დაუსვა და მე მართლა გულწრფელად მოусმინო მის პასუხს. აი დღეიდან შენი დავალება. აღარასდროს და კონტენტი მხოლოდ რაღაცის გასაყიდად ან შენი ეგოს დასაკმაყოფილებლად მე როგორი ვარ. დარწმუნდი რომ დღეიდან ყველა აღწერაში ან თვითონ ვიდეოს ტექსტში გაქვს აი ამ 5 სარგებლიდან რომელიმე ერთი მაინც. ანუ მანტრასავით ყოველთვის თავს დაუსვი კითხვა. მერე შენ რა და არა მე. და მხოლოდ ამ ყველაფრის გაცემის შემდეგ იმსახურებ ბრჭყალებში ერთ წინადადებას, სადაც ძალიან ნაზად ახსენებ, რომ საერთოდ რაიმე გაქვს შესათავაზებელი. როგორც ამას აი ახლა მე გავაკეთებ. თუ გინდა უყურე ამ სერებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგჩეს შემდეგი ეპიზოდები, მომწერე პირადში სიტყვა 0-დან.